მოდით ვისაუბროთ შეკითხვებზე და მათ ძალაზე დამარწმუნებელი კომუნიკაციის პროცესში. ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ შეკითხვების დასმა მაინც და მაინც საჭირო არ არის და თუ კარგად არის დათქვამილი, ესე იგი, სათქმელი, შეკითხვებიც არ ჩდება და ხანდახან არც გვიყვარს ხო შეკითხვების დასმა, იმიტომ რომ გვიმგოჩნია, რომ შეიძლება ჩვენი კომპეტენცია ამით ეჭვქვეშ ხდებოდეს. გვეუხერხულება შეკითხვების დასმა. თუმცა თავის დროზე ესეთი ფრაზა ამოვიკითხე ერთ-ერთ ნამუშევარში, ერთ-ერთ გამოცემაში, რომ სიტუაციას მართავს ის, ვინც სვამს შეკითხვებსო და რომ დავფიქრდი ნამდვილად ეგრეა. ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც დაისმება კომუნიკაციის პროცესში, თითქოს ადამიანის გონება მის და უნებურად გადაერთვება იმ საკითხს. ანუ შეიძლება ჩვენ ვსაუბრობდეთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან საქმიან საკითხზე, მაგრამ თუ კი ოთახში დასვავს ვინმე შეკითხვას, რომ გარეთ როგორი ამინდია, მომენტალურად წამიერად ჩვენი გონება ყველასი გადაერთვება გარეთ როგორი ამინდი იყო, ხო? გავიხსენებთ დილით სამსახურში რომ მოვდიოდით, როგორი ამინდი იყო, ციოდა, თბილოდა, ქარი იყო წვიმდა თუ ასე შემდეგ. ანუ მარტივად ნამდვილად კითხვებს შეუძლია რომ გვაფიქროს იმაზე, რა მიზანიც მოკლედ შეკითხვის დამსმელს და შეკითხვის ავტორს ჰქონდა, ხო? შესაბამისად დამაჯერებელ კომუნიკაციაშიც და ზოგადად სწორად წარმართულ კომუნიკაციაშიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეკითხვები იყოს დასმული სწორად და მიზანმიმართულად. როგორ უნდა დაისვას შეკითხვები, რომ ამ შეკითხვამ არ გამოიწვიოს დაბნეულობა, არ გამოიწვიოს უხერხულობა, ხო? პირველ რიგში, რაც უნდა გვახსოვდეს, რომ შეკითხვის დასმის დროს ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ხმის ტონი იყოს მეგობრული, ხო? გამოხატავდეს კეთილგანწყობას და არ იყოს რაღაცნაირად ან ირონია მასში, ან იყოს რაღაცა არ იკითხებოდეს ცინიზმი, ხო? ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც არის ცინიზმით ან ირონიით დასმული, ეს გამოიწვევს ადამიანებისგან, ესე იგი, თავდაცვას, ხო? თავდაცვის პოზიციაში ჩადგება და ძირითადად სწორედ ამიტომაც ხდება ხოლმე მერე კონფლიქტები, რომ შეკითხვის დასმის დროს ტონი არ იყო შესაბამისი, შეიძლება ტონში იკითხებოდა სხვა შინაარსი, ვიდრე სიტყვებით იყო გადმოცემული. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა გვინდა რომ ვიყოთ დამაჯერებლები და მივაღწიოთ მიზანს და სხვაზე მოვახდინოთ ზეგავლენა, შეკითხვების დასმის დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტონი, ხმის ტონი იყოს მეგობრული და გამოხატავდეს კეთილგანწყობას და საერთოდაც არ გქონდეს მიზნად, რომ მეორე ადამიანი ჩავაყენოთ თავდაცვით პოზიციაში, ხო? მეორე ასევე გავრცელებული ხშირად შეცდომა, რაც ადამიანებს მოსდით ხოლმე კომუნიკაციის პროცესში, არის ის, რომ ყველა შეკითხვას სვამენ ერთდროულად და მეორე მხარეს ძალიან უჭირს გადაწყვიტოს, რომელ შეკითხვას გასცეს პასუხი და რომელს არა, ხანდახან მათი დამახსოვრება საკმაოდ რთულდება ხოლმე და ამიტომ გვეუბნებიან, რომ როდესაც კომუნიკაციის პროცესი მიდის, ეცადეთ, რომ თითო ჯერზე დასვათ თითო შეკითხვა. დასვათ შეკითხვა, დააცადოთ ადამიანს სათქმელის თქმა, ხანდახან საჭიროც არის ხოლმე, რომ პატარა პაუზაც გაკეთდეს, იმიტომ რომ თუ ადამიანს რამე ძალიან მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი, შეიძლება რაღაცის თქმა განსაკუთრებით უჭირს და ჭირდება დრო ამის სათქმელად, პაუზის დროს გადაწყვეტს ხოლმე, რომ თქვას ესეთი ინფორმაცია. ამიტომ თითო ჯერზე დასვით თითო შეკითხვა, მიეცით ადამიანს დრო, რომ გაგცეთ პასუხი და პასუხის დასრულებისთანავე მაშინ ნუ დასვავთ მეორე შეკითხვას. აიღეთ დაახლოებით 8-10 წამიანი პაუზა, თქვენთვის, რომ თუ იმ ადამიანს აქვს რამე ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი, რომლის თქმაც უნდოდა და თავდაპირველად ვერ გაბედა, თქვას და თუ არ აქვს, ამ 8-10 წამის შემდეგ შეგიძლიათ უკვე გადახვიდეთ მეორე შეკითხვაზე, მესამე შეკითხვაზე და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად კოუჩინგში არსებობს ესეთი მიდგომა, კოუჩებს გვასწავლიან ესეთ რაღაცას, რომ ეცადეთ, რომ პაუზები გამოიყენოთ, რაც შეიძლება ხშირად, იმიტომ რომ ადამიანს უნდა რომ თქვას ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მძიმე, ძალიან ღირებული მისთვის ინფორმაცია, უჭირს ამ ინფორმაციის თქმა ამ ადამიანს და სჭირდება რაღაცნაირად დრო, სიტუაცია, რომ აღმოთქვას და ამოთქვას ეს ინფორმაცია, ხო? ამიტომ შეკითხვების დროს კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ, რომ თითო ჯერზე დასვათ თითო შეკითხვა და პასუხის გაცემის შემდეგ რამდენიმე წამიანი პაუზა აიღოთ, რომ ამ ადამიანს თუ რამე განსაკუთრებით უჭირს რომ გითხრათ, მივცეთ ამისთვის დრო და საშუალება, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი შეკითხვების დასმის დროს და დამაჯერებელი კომუნიკაციის დროს, როცა ჩემი მიზანია რომ დავარწმუნო ადამიანი, საჭიროა რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო ამ ადამიანისგან, ხო? ის რას ფიქრობს, ესე იგი ამ საკითხის შესახებ, რომ მე რაღაცნაირად ჩემი შეხედულებებით შევთავაზო. ამიტომ გვირჩევენ, რომ შეკითხვები კომუნიკაციის დროს
იყოს ღია ტიპის შეკითხვები და 80% თქვენი შეკითხვებისა უნდა იყოს ღია ტიპის შეკითხვები. რას გულისხმობს ახლა ეს ყველაფერი? რა არის ღია შეკითხვა? ხო, გავიხსენოთ, ესე იგი ღია ტიპის შეკითხვა არის შეკითხვა, რომელზეც ადამიანმა პასუხი უნდა გაქცეთ, ანუ უნდა ისაუბროს ამ თქვენს შეკითხვაზე. ღია ტიპის შეკითხვისგან განსხვავებული არის დახურული შეკითხვა, რომელიც არის კი და არა, ან მაქსიმუმ 2-3 სიტყვით, ესე იგი პასუხს გულისხმობს დახურული შეკითხვა და ღია ტიპის შეკითხვა არის შეკითხვა, სადაც ადამიანი მსჯელობს ინფორმაციას გაცვლის და საუბრობს ხო თქვენს შეკითხვაზე. ამიტომ გვეუბნებიან, რომ დამაჯერებელი კომუნიკაციის დროს ან ნებისმიერი კომუნიკაციის დროს, როცა გვინდა ადამიანმა იგრძნოს თავი კომფორტულად, ეცადეთ, რომ თქვენი შეკითხვების 80% იყოს ღია ტიპის შეკითხვა, რომ მან ისაუბროს. ეს გარკვეულწილად თქვენს გეხმარებათ, რომ კარგად და სწორად განსაზღვროთ, რაზე უნდა გააკეთოთ შემდეგ აქცენტები შეთავაზების ან მოლაპარაკების ან ნებისმიერი დარწმუნების, ესე იგი, დროს. ხო, თუ იმ ადამიანმა არ გითხრათ, რაზე ფიქრობს, რა მიაჩნია, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, დაგიჭირდებათ, რომ გამოიცნოთ, რა შეიძლება რომ დაარწმუნოს ეს ადამიანი. და ღია ტიპის შეკითხვებზე საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ესეთი ტიპის შეკითხვები არის შეკითხვები, რომლებიც იწყება სიტყვებით, კითხვითი სიტყვებით, რა, როგორ, სად, ხო? და ხშირად, ესე იგი, გვეუბნებიან, რომ მოერიდეთ სიტყვას რატომ? იმიტომ რომ გაიხსენეთ, თავდაცვით პოზიციაში არ უნდა ჩადგეს ადამიანი, როდესაც კითხვაზე პასუხს გცემთ და რატომ შეკითხვაზე პასუხი ზუსტადაც რომ იმიტომ რომ გრძელდება როგორც წესი და უკვე ავტომატურად ნიშნავს, რომ ასეთ შეკითხვებს ადამიანი გადაყავს თავდაცვით პოზიციაში, რაც როგორც წესი შეიძლება გართულებული საუბრით დასრულდეს, ან შეიძლება ცუდ შემთხვევაში, მოკლედ იყოს კონფლიქტის საწყისი გამოწვევი მიზეზიც, ხო? და მნიშვნელოვანი მოკლედ ერთი კომპონენტი, რომელზეც შედარებით უფრო მოკლედ ვისაუბრებ, ეს არის არეკულა, იგივე მირორინგი. ამასაც ხშირად იყენებენ მაგალითად საუბარში, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა ადამიანი საუბრობს რაღაც წინადადებას რაღაცაც ამბობს, მნიშვნელოვან სიტყვებს იმეორებთ, ხო? შეიძლება იყოს ბოლო ორი სიტყვა, შეიძლება ბოლო რამდენიმე სიტყვა იყოს, ანუ უმეორებთ იმ სიტყვას, რომელსაც დაამთავრა ადამიანმა. თავისი სათქმელით ადამიანს ეხმარება ეს იმაში, რომ მიხვდეს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის საუბრობდა ეს ადამიანი და მეტ დეტალს გაწვით კონკრეტულ საკითხს. შეიძლება ხანდახან ზედმეტი შეკითხვის დასმაც არ იყოს საჭირო, უბრალოდ აი ამ არეკულის ტექნიკით, იგივე მირორინგის ტექნიკით ადამიანს იმაზე მეტი ინფორმაცია მოვაყოლოთ, ვიდრე თავდაპირველად ქონდა ამ ადამიანს გადაწყვეტილი, ხო? რომ შევაჯამოთ მოკლედ შეკითხვების ნაწილი. შეკითხვების ნაწილი არის მნიშვნელოვანი. ეს პრინციპში გვეუბნებიან, რომ სწორად წარმართული კომუნიკაცია ზუსტადაც რომ სწორად დასმულ შეკითხვებს გულისხმობს და გულისხმობს, რომ საჭირო დროს არის დასმული საჭირო შეკითხვები, საჭირო დროს არის გამოყენებული პაუზები. თავისთავად შეკითხვების დასმა გულისხმობს, რომ მე არ ვდებ დასკვნებს ერთპიროვნულად, ხო? მე ვეფუძნები, ესე იგი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას იმ ინფორმაციას, რომელსაც მაქვს.